მეთახსავალგებენ ტერასაზე ამოვედით და მოგიყვებით რაღაცებს. პირველ რიგში ეს არის ჩემი YouTube ვიდეო და შეგიძლიათ გავუყვეთ და ნახოთ როგორ ვიწყებთ ცხოვრებას ესპანეთში. ჯერჯერობით ვართ ბარსელონაში და შემდეგ უკვე გადავდივართ სხვა ქალაქში საცხოვრებლად. ახლოს არის ბარსელონასთან ძალიან და იმედია მოგეწონებათ ჩემი ვიდეო. არაპროფესიონალი ვარ, ახლა ვიწყებ და ასე შემდეგ. აკეთ გავუყვებით. იუჰუ. უნდა ჩავიცვა, გავემზადო და წავიდეთ. ერთ ლოკაციაზე ვართ, ჯერ სანდრო მარცის სად მევიგვარდეს ჩემი თმის ვესეთი აბურდულია. ხოდა მოკლედ მივდივართ ერთ ლოკაციაზე გუშინ ვიყიდა ამ ადგილის ბილეთები, სადაც მივდივართ და იმედია მოგვეწონება, მგონია რომ ძალიან კარგი იქნება. Todos mis colores son hermosos y se despiertan con el sol. No me debilita. Siento aún los golpes que hirieron mi cuerpo, que mutilaron mi alma. Bajo vuestra protección y la de vuestros hijos, yo permaneceré silenciosa, firme, eterna. Merci de nous avoir accompagnés ce soir. მოკლედ ახლა გამოვედით
აი, უზამოდ კარგი იყო მართლა, როგორც პატარა ბავშვი უყურებს ხოლმე რაღაცა საინტერესოს გაკვირვებული, ზუსტად ეგეთი სახით უყურავდი, დარწმუნებული ვარ და მაქვს რაღაც სურვილების სია, რას ვნახავდი, ანუ სანახაობებს. აქამდე რომ ცოდნოდა რომ ეს ღონისძიება არსებობდა, აუცილებლად ერთ-ერთი იქნებოდა ამ ჩემს სურვილების სიაში უდაოდ. ანუ აღფრთოვანებული ვარ მართლა. როგორც ვიცი, ყოველ წელს ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება ეს ფესტივალი. არ ვიცი, მინდა რომ ყველა წახვიდეთ, ისეთი კარგი იყო. ცოტა ბარსელონაში გასაირნება გადავწყვიტე, რადგან ხვალიდან ახალ ქალაქში გადავდივარ საცხოვრებლად. ბარსელონაში ძალიან ბევრ განნახავთ ილია თოფურიას ფოტოს. დაიგათენდა ის დღეც, როცა სხვა ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლად, სადაც 2-3 წელი მაინც მოგვიწევს ცხოვრება. ამ ქალაქში უკვე დედაჩემი დაგვხვდა, რომელმაც დაგვაბინავა. ჩვენი ახალი ბინა გვაჩვენა, ცოტა ქალაქი დავათვალიერეთ და ეს იყო. ჯერჯერობით კარგი შთაბეჭდილობა დატოვა ამ ქალაქმა. სახლისთვის ცოტა საჭმელი ვიყიდეთ, შემდეგ უკვე დავისვენეთ. ხედიეთ ჩვენი ახალი ბინის საივნიდან. ჩამოსვლიდან რამდენიმე წუთში ვიკითხე, რამე ღონისძიება ხომ არ იყო ქალაქში დაგეგმილი, ასე რომ გამომყევით ამ ქალაქის ღონისძიებაზე. ცენტრალურ უბანშიც არ გავს, სულ ვართ და უკვე ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენს ქალაქში არის ფესტივალი. გამგეობა ამათი და აქ წინ შეკრებილია ხალხი ცენტრში და ელოდებიან ღონისძიების დაწყებას, მაგრამ მე საერთოდ არ ვიცი რა ღონისძიება იქნება, როგორც ვიცი, ამათთვის ყველა წმინდანის დღეა დღეს. ღონისძიება იწყება. აქეთაც იგივეა. არ შემიძლია უკეთესად გაჩვენოთ. აქ განგეობის წევრები დგანან. გავარკვე არის, რომ 4 ქალაქი ეჯიბრება ერთმანეთს, აი ამ ყველაფერში რასაც ხედავთ. ეს ფორმები, ხო, რომლებსაც უღებ არის ჩვენი ქალაქის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები, ხოლო ეს იესამნისფერი ფორმებით არიან სხვა ქალაქიდან 4 სხვადასხვა ქალაქი აკეთებს აი ესეთ რაღაცას, არ ვიცი სახელი ჯერჯერობით რა ქვია, მაგასაც გავარკვევ. და ნუ ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს გამარჯვებულს გამოეცხადებენ თუ რა ხდება, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი.
კალზე იყიდება ესეთი რაღაცები. არის თეთრი სოსისივით რაღაც, როგორც აგვიხსნეს. ლორი და არის ასევე ანუ ამათ ხამონი და ყველით. და იქიდან კრუასანები და რაღაცები, ეს არის პურის მაღაზია. ეხლა ვართ კათედრალთან და კათედრალთან დგას. აი ზუსტად იგივე გამომხატველი ფიგურები, რაც რა ფესტივალზეც წეღან ვიყავით. ნახეთ როგორი ძველი შენობა აქ გვერდზე. ყავის დასალევად გამოვედი მზეზე. და შემდეგ უკვე ისევ დავბრუნდები იქ, სადაც ბევრი ხალხი იყო მოედანზე და ვნახავ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს. იმედია მომეწონება. ჩემი ყავა მოვიდა და ყველას შეკვეთა საყრიან დარიჩინს. ჩემი ძმა ალბათ გაგიჟდებოდა ამაზე, მით უმეტეს ყავა უზომოდ უყვარს, მე არ მიყვარს დიდად და როცა მენატრება ხოლმე ყავის გემო, ვსვავ მხოლოდ უკოფეინო ყავას, ესეთია ჩემი ყავა. ერთ მივხვდი 4 ქალაქი ეჯიბრება ერთმანეთს ამ რაღაცაში. მე რა უკეთესად გავარკვევ და მოგიყვებით. ეს არის ტარაგონას ნაკრები. ამ ქალაქში ასეთ რაღაცებსაც ნახავთ. დავბრუნდი სახლში ძალიან მალე. საახალწლო მზადება მიდის, ეს არის ჩვენი ხედი. ჩემი YouTube-ის ვიდეო არიდება და ამის გამო გავდივარ გარეთ. ეს გარეთ გასვლა საბოლოო ჯამში ახლოს სხვა ქალაქში წასვლა აღმოჩნდა, სადაც ვნახეთ ულამაზესი სანაპირო, ძალიან კარგი ამინდი დაგხვდა, ამიტომ არ ვნანობ, სულ რამდენიმე გაჩერებაშია ჩვენგან ეს ქალაქი. მოკლედ ასე დამთავრდა ჩვენი ვლოგი. დროებით მომავალ შეხვედრამდე.